From Senaki, Georgia, Roman Kurashvili. მიზეზების გამო მომიწია წამოსვლა, რის გამოც დღესდღეობით ვარ აქ. ბოლოს როდის იჩხუბე ქუჩაში. ეს სპორტი არ არის ის სპორტი, სადაც ვინმეს ჩაგრავს. სად გადის ზღვარი სპორტსა და ძალადობას შორის? დედაჩემი დღემდე ვერ უყურებს ჩემს ბრძოლებს. მებრძოლებს შორის ესე თვალებში ჩახედვის ამბები. ეს არის უბრალოდ კარგად გაყიდვადი შოუ მაყურებლისთვის თუ არასოდეს არყვევი ნერვებს. შენი მოწინააღმდეგე თუ შეგწოდებია. ვინც შრომობს, ის შედეგსაც დებს. შენი როგორც მებრძოლის ქარიზმა რა არის? იძულებულები გახდნენ ჩემთვის დაეკრა ტაში და ჩემი სახელი ეღიარებინათ. გონებას რით ავარჯიშებ ფიზიკის იქით? ნერვიულობის გზნობის განცდის გადმოცემას არ შემიძლია ეს რა გზნობა იყო. ამ სპორტში ვის ადგილზე არის სურვებდი ყოფნას? როდესაც შენ კონტრაქტს აწერ ხელს, იაზრებ იმ პასუხისმგებლობას, რაც შეიძლება მოყვეს ბრძოლას. ბრძოლის დროს შენი მოწინააღმდეგის მშობლებზე თუ გიფიქრია? ბრძოლის დაწყების წინ აუცილებლად ვოცულობ. ჩემთვის უხერხული მომენტი იყო, როდესაც ოქტაგონზე გავედი, ხელები ავწიე და სრული სიჩუმე. გამარჯვებისთვის რამდენად აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რამდენად გაბრაზებული ხარ შენს მოწინააღმდეგეს? ყველა მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს. დილა შუადღე და საღამო მშვიდობისა იმის მიხედვით თუ საიდან გვიყურებთ. ეს არის გადაცემათა ციკლი ამერიკის შეერთებული შტატებიდან უეჭველი ქართველია. ვიყურებთ როგორც თავდაპირველის მაყურებელი, ასევე შეგიძლიათ მოგძებნოთ სოციალურ ქსელებში. გადაცემის სრული ვერსიის სანახავად მოგძებნეთ YouTube-ზე სახელით უეჭველი ქართველია. მე ალექსი მეგრელიშვილი ვარ და შევეცდები რომ შემდეგი ნახევარი საათი თქვენთვის იყოს საინტერესო. ისევე როგორც ყველა სხვა გადაცემაში, დღესაც ჩემი გადაცემის სტუმარი არის, რა თქმა უნდა, უეჭველი ქართველი, MMA-ის მებრძოლი, მომავალი ჩემპიონი, რომელსაც ახლა ვარჯიში აქვს, მაგრამ უნდა შევაწყვეტინოთ, იმიტომ რომ სხვა გზა არ არის, ინტერვიუ არის ჩასაწერი. გამარჯობა. როგორ ხართ? შენც ქართველი ხარ, ხო? გაგვეცანი შენც. მოიცა, ერთი წუთი დაგიმაგრებთ მიკროფონს. ხო, მანამდე გეტყვით, რომ რომან ყურაშვილი არის ჩვენი დღევანდელი მთავარი გმირი. შესახელი? გიორგი ლომთაძე. დამწყები მებრძოლი. ეხლა ხანს გადავედი პროფესიონალებში. დეკემბერში დამეჩხვა და ჩამეხსნა მეტოქე, მაგრამ თავმზადებით ერთად ვარჯიშობთ მე და რომან. უკვე რამდენი 2 წელია, ხო? შენი მიზანიც არის მომავალი ჩემპიონობა UFC-ში? კი, როგორც ყველა მებრძოლს უნდა გქონდეს ალბათ ყველაზე მაღალი მწვერვალი, მეც ეგრე მათ შორის ერთ-ერთი ვარ მეც. კი ბატონო, წარმატებებს გისურვებ, სრული გექნება შენს დაგითმობთ მომავალში საეთერო დროს. ახლა კი გადავიდეთ ჩვენს თავარ გმირთან. დაგემშვიდობები, მადლობა. პირველ რიგში გეტყვი სანამ ინტერვიუს დავიწყებ, რომ იმდენად არაკომპეტენტური ვარ ამ სფეროში, MMA-ში, რომ თუ რამე სისულელე თქვი ან ტერმინოლოგიის ან შინაარსობრივი კუთხით, მოკლედ შემისწორი არ მოგერიდოს. რაღაცებში მეც გავერკვიე ცოტა, აი მაგალითად ოქტაგონსა და რინგ შორის განსხვავებაც კი არ ვიცოდი, მაგრამ გავერკვიე რაღაცებში. მოკლედ და შევეცდები რომ ასე თუ ისე გამოყვე და რამდენადაც არაკომპეტენტური ვარ ამ თემაში, უფრო მაინტერესებს შენთან ინტერვიუ, იმიტომ რომ მართლა მაინტერესებს გულწრფელად მაქვს კითხვები ამ პროფესიის წარმომადგენელთან, ამ შემთხვევაში შენთან. სანამ წამოვალთ ამერიკაში და ამ შენ სპორტში, მოგვიყევი სადაური ქართველი ხარ, საიდან ხარ? მე ვარ სენაკიდან. სენაკში დავიბადე და გავიზარდე. შემდეგ უკვე დავდიოდი სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნებაზე. პირველი ჩემი სპორტი იყო კარატე, შემდეგ კიკბოქსინგი, შემდეგ უკვე სტუდენტობის პერიოდში დავიწყე MMA-ზე ზიარული დარბაზში, ვარჯიში და მოვედი აქამდე, სადაც ახლა ვარ. სენაკი როგორი ქალაქი არის? ორი სიტყვით გითხარი. მე უბრალოდ გავლით ვარ, დამყოფი არაფერი ვიცი დიდად. ერთი ვიცი რომ ძალიან მაგარი თეატრი გაქვთ. და აი სენაკის თეატრი თუ არ გაქვთ მეგობრებო, ნანახი აუცილებლად უნდა ნახოთ. სენაკი არის ერთი პატარა ქალაქი, ძალიან კარგი თბილი ხალხით. ძალიან ისეთი მეგობრული მყუდრო გარემოა, ყველა ერთმანეთს იცნობს. ერთი სიტყვით, ჩემთვის ის ქალაქია, სადაც ისევ და ისევ ვაპირებ რომ ცხოვრება გავაგრძელო. რას საქმიანობდი სენაკში, როგორი იყო შენი ყოველდღიურობა
ეს სპორტი იყო შენი მთავარი საქმიანობა თუ სპორტის პარალელურად მუშაობდი სენაკში კრიმინალურ პოლიციაში. დაახლოებით ვიმუშავე 5 წელი, შემდეგ რაღაც მიზეზების გამო მომიწია წამოსვლა, რის გამოც დღესდღეობით ვარ აქ. ეს ყველაფერი პოლიტიკასთან არის დაკავშირებული. და მომიწია აქ ყოფნა და ვარ ახლა აქ ამ პერიოდისთვის, მაგრამ ანუ იძულებული გახდი რომ წამოსულიყავი ქართლში. იძულებული გახდი რომ წამოსულიყავი. რამდენი ხანია წამოხვედი ამერიკის შეერთებულ შტატებში და რა გზა გამოიარე? 3 წელია რაც ჩამოვედი შეერთებულ შტატებში. მე და ჩემმა მეუღლემ, აწუყვე მეუღლემ, მაშინ დანიშნულები ვიყავით. ერთად გამოვიარეთ ეს გზა. პირველად შევედით მექსიკის საელჩოში, თურქეთში. ავიღეთ მექსიკის ვიზა. და უკვე მექსიკაში ჩამოვფრინდით, შემდეგ გზადაგზა გავიკულიეთ. შემდეგ უკვე საზღვარზე გადმოვედით, როგორც ხდება ხოლმე ჩვეულებრივ ქართველები რა გზასაც გამოდიან. გზაში რამდენი ხანი იყავით? გზაში ვიყავით ალბათ საერთო ჯამში 12 დღე. ასაგებია და აქ იფსკენით მე ჯვარი. დიახ, აქ უკვე ოფიციალურად დავქორწინდით. ახლა ყავს ერთი შვილი. რა მაგარია. მე რომელიც უკვე წელიწად და 8 თვის არის. შვენიერი, გაგიზარდოთ ღმერთმა. ჩამოხვედი ამერიკაში, როგორ დაიწყე ამ სპორტში შენი საქმიანობის გაგრძელება? დარბაზი უკვე იცოდი სად უნდა გევარჯიშა, ამის მოძიებას დაგჭირდა თუ აი ეს პროცესი გითხარი უკვე აი აქ ოქტაგონზე როგორ აღმოჩნდა? პირველი ნაბიჯები რა თქმა უნდა რთულია, როდესაც ჩამოდიხარ უცხო ქვეყანაში. ჩამოსვლის პირველი ეტაპი არის მაინც უნდა იშოვო სამსახური, შენი თავი დაიმკვიდრო, სანამ დარბაზში მიხვალ ეს ყველაფერი არის გარკვეულ ფინანსებთან დაკავშირებული. პირველი ეტაპი მაინც ვიტყოდი რომ სანამ დარბაზს ნახავდი, გავიარე ის ეტაპი რომ სამსახურს ვეძებდი. სამსახურის მოძებნა ისეთ პერიოდში ჩამოვედი რომ არც ისე მარტივი იყო. რა სფეროში ეძებდი? აი ნებისმიერ სამსახურს ვეძებდი უბრალოდ იმისთვის რომ თავი გამეტანა. არ მოველოდი რაღაც ამერიკაში დამხვდებოდა ესე ყველაფერი მზამზარეული, ხელზე მორთმეული, ასეთი მოლოდინები ნამდვილად არ მქონდა. ამიტომაც არც გამჭირვებია ადაპტირება. პირველივე სამსახური რაც იყო ჩემთვის რაც ვნახე იქ გავედი. რა იყო პირველი სამსახური? პირველი სამსახური იყო ფიშკები. აი უბრალოდ მაყურებელს რას ნიშნავს ეს? ფიშკები არის აი ელექტროგაყვანილობის ხალხი მოდის, აი მაგალითად კონი ედისონი, რომლებსაც უნდა შეუნახო კონკრეტული ადგილი, სადაც აქვს სარემონტო სამუშაოები. აჰა, გასაგებია. ანუ დენის მიმწოდებელი კომპანია, ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანია უნდა მოვიდეს, ჩაატაროს სამუშაოები და შენ უბრალოდ ის ადგილი უნდა დაიცვა. ხო, რომ არ დააპარკინგოს სხვა მანქანა და ავტომობილში ხარ 24 საათის განმავლობაში, დღე და ღამე. ძალიან რთულია სხვათა შორის რა. იმიტომ რომ გიწევს ზოგჯერ ერთი კვირა გაჩერება, 5 დღე, 6-7 თვე ვიმუშავე. შემდეგ უკვე მოდის სამუშაოს უფლება და უკვე სხვა სამსახურის პოვნა შეგიძლია. დღეს თავს დღეს აღარ წარმოადგენს საქმიანობა. დღესდღეობით მუშაობ Amazon-ის Delivery-ზე, ასევე სხვა მიტანის სერვისებზე. ну, ყოველ შემთხვევაში თავი გამაქვს, მაყოფილი ვარ, ოჯახი მაყოფილია. რა სიხშირით ვარჯიშობ და დღეში რა დროს უთმობ, რამდენ საათს? ვარჯიშობ თითქმის ყოველ დღე, კვირაში 5-6 დღე. ну, შეძლების დაგვარად დროს ვუთმობ, ანუ 3 საათი მინიმუმ ვარ ხოლმე დარბაზში. კვირაში 6 დღე, დღეში 3 საათი უკვე დამეზარა, შენ მაგივრად რატო არ გეზარება? რა გაძლევს თავარ мотиваციას. არ მეზარება, იმიტომ რომ მაქვს мотиваცია. мотиваცია ჩემი საკუთარი თავის სახით, ოჯახის სახით. და მინდა რომ წარმატებას მივახციო რისთვისაც თელ შრომას დება ამ საქმეში და გამომდინარე აქედან ვინც შრომობს ის შედეგსაც დებს. ბოლო ბრძოლა ჩავატარე 2025 წლის აგვისტოში Times Square-ზე. საკმაოდ დიდი შოუ იყო. პირველი ივენთი გაიმართა MMA-ის ისტორიაში, არასდროს არ ჩატარებულა აქამდე. ღიაცის ქვეშ იყო დიდი აუდიტორია, მაყურებლები. ერთადერთი ჩემთვის უხერხული მომენტი იყო, როდესაც ოქტაგონზე გავედი, ხელები ავწიე და სრული სიჩუმე. ჩემი მოწინააღმდეგე, როდესაც გამოვიდა, დაინგრა მთელი Times Square-ი, ყველა ყვირი, შეძახილები, მაყურებლები არ მყავდა, გულშემატკივრები, რომელთაც მხოლოდ ოჯახის წევრები და რამოდენიმე ჩემი ახლო მეგობარი იყო და ეს ბრძოლაც 3 რაუნდი დამაჯერებლად მოვიგე. ბრძოლის პროცესში მომტყდა თითი, 2 თითი მომტყდა ფეხზე, მაგრამ ამას ჩემთვის არსებითად გავლენა და მნიშვნელობა არ ქონდა. თავარი იყო რომ გაიმარჯვე. თავარი იყო გამარჯვება, იმ მომენტში არაფერსაც არ უგზნობდი.
შემდეგ უკვე გაისმა იძულებულები გახდნენ ჩემთვის დაეკრა ტაში და ჩემი სახელი ეღიარებინათ. ქალბატონებო და მოტანებო რომენ კურაშვილი. ამ სპორტში დისციპლინა უფრო მნიშვნელოვანია თუ მოტივაცია? არ არსებობს ხა 24 საათი იყო მოტივირებული და ალბათ ჩავარდნებიც არის ფსიქოლოგიურად. მოტივაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთობ მნიშვნელოვანია დისციპლინა. დისციპლინის გარეშე წარმატება არ მოდის. შეიძლება რომ ადამიანს რაღაცის მიღწევა გინდოდეს, მაგრამ ამის მისაღწევად უბრალოდ გჭირდება ყოველდღიური რუტინა. შეიძლება ზოგჯერ არც ხარ ხასიათზე დარბაზში მოხვიდე, დაღლილი ხარ ძიმე სამუშაო დღის შემდეგ, მაგრამ შენს თავს უნდა მისცე იმის ძალა, რომ იმ ყოველდღიური რუტინიდან რაც უნდა გააკეთო შენ იმისთვის რომ კონკრეტულ წარმატებას მიაღწიო, უნდა მოხვიდე დარბაზში და შენი გასაკეთებელი გააკეთო. განვითარდე ყოველდღიურად ეტაპობრივად. შენი იდეალი ვინ არის ამ სფეროში და ესეთი გმირი? ბევრი მებრძოლია, ვინც არის ჩემი იდეალი. ერთ-ერთი იდეალი შორს არ წავალ, ალბათ ყველაზე ისეთი ერთ-ერთი წარმატებული და საკმაოდ დისციპლინირებული სპორტსმენი არის მერაბ დვალიშვილი. მის ვარჯიშებს ასაც ხედავთ ყოველდღიურად. ჩვენთან ახლა ამ მომენტში არ ვარჯიშობს, მაგრამ იყო დრო დადიოდა ჩვენთანაც დარბაზში ვარჯიშობდა. ის ყოველთვის ერთპიროვნულად ერთნაირად ვარჯიშობს რაღაც კონკრეტული მიზნით, მოდის აი იტყვის რაღაცას კონკრეტულს ეს უნდა გავაკეთო და აკეთებს. ბოლოს როდის იჩხუბე ქუჩაში? ქუჩაში სიმართლე გითხრათ, ჩხუბები არ მომდის ხოლმე. არ ვარ ესეთი ჩხუბის თავი, იმიტომ რომ როდესაც ხარ ამ სპორტში, ალბათ შენ თავის მიმართ გააქვს გარკვეული პასუხისმგებლობა, ასევე ხარ თავდაჯერებული და თავდაჯერებული ადამიანები ქუჩაში ასე არ ჩხუბობენ ხოლმე. მაინტერესებს ესეთი რამ. ეს სპორტი გინდა არ გინდა ძალადობის ელემენტებს შეიცავს და ძალადობრივი არის, ხო? სად გადის ზღვარი სპორტსა და ძალადობას შორის? ამ სპორტის მიმართ ადამიანების დამოკიდებულება არის სხვადასხვანაირი. ბევრს უყვარს და ფიქრობენ რომ ეს არის წმინდა სპორტი, ბევრი ამბობს რომ ეს არის ძალადობა, იმიტომ რომ ადამიანს აყენებს სერიოზულ დაზიანებებს და შესაბამისად ფიქრობენ რომ ეს რაღაცა აცდენილი არის სპორტთან. შენი ობიექტური შეიძლება ვერ იყო ამ სპორტში ხარ, მაგრამ მაინტერესებს ეს ზღვარი, რატომ არის ეს სპორტი და არა ძალადობა? აგვიხსენე. ვფიქრობ რომ ეს არის სპორტი იმ ადამიანებისთვის, ვისაც უყვარს ადრენალინი, გამოწვევები, აქვს ამ სპორტს თავისი გარკვეული წესები და გვიწევს ამ წესების მიხედვით მოქმედება. ნებაყოფლობითია, გამოვდივართ, თუ რამე ზიანს მივიღებთ, ამ ყველაფერზე ჩვენ თვითონ ვაგებთ პასუხს. ყოველ ბრძოლაზე, როდესაც შენ კონტრაქტს აწერ ხელს, იაზრებ იმ პასუხისმგებლობას, რაც შეიძლება მოყვეს ბრძოლას, ბრძოლის შემდეგ ტრამვებს და გამომდინარე აქედან ვფიქრობ რომ ეს სულაც არ არის ძალადობრივი. როდესაც ადამიანებს ნებაყოფლობით სურთ, გავიდნენ და ერთმანეთის წინააღმდეგ მოსინჯონ თავიანთი ძალები. ამ სპორტში შეიძლება მიაყენო მოწინააღმდეგეს ისეთი დარტყმა, ან მოგაყენოს, რომ ფატალურად დასრულდეს. ხო, აი ამაზე თუ გიფიქრია ბრძოლის დროს და ამისი შიში სპორტსმენს ამ სფეროში თუ აქვს ყოველთვის, რომ რაღაცა ტრაგიკულად არ განვითარდეს მოვლენები. ყოველთვის შეიძლება ბრძოლის მომენტში რაღაც მოხდეს, რაღაც ტრამვა მიიღოს სპორტსმენმა, ასევე როგორც ვთქვით, ფატალურად დასრულდეს, მაგრამ სპორტსმენების უმეტესობა ვფიქრობ ამაზე არ ფიქრობს. მე არასოდეს არ მიფიქრია მსგავს ამაზე, ყოველთვის ვარ დადებითად განწყობილი და ყოველთვის ვარ ოპტიმისტი. მებრძოლების უმეტესობა არიან ხართ მორწმუნეები და ესეც ცალკე განხილვის ამბავი არის ხოლმე. მოკლედ ფიქრობენ ადამიანები, რომ ეს ასე ვთქვათ, ღვთისმშის სათნო სპორტი არ არის. აი ამ ნაწილში რა შეგრძნებები გაქვს ხოლმე? ყველა შეიძლება რომ სხვადასხვა აზრები გააჩნდეს ყველა ადამიანს, ყველა ადამიანის აზრი არის შემთხვევით პატივსაცემი. მე თვითონ მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, მაგრამ ფიქრობ რომ არა, ეს სპორტი არ არის ის სპორტი, სადაც ვინმეს ჩაგრავს. ასეთი რამ აქ არ ხდება. იშვიათი გამონაკლისი შემთხვევებია ხოლმე, როდესაც მებრძოლი იმდენად არის ბრძოლის მომენტში ჩართული და იმდენად და ადრენალინის მომენტი, რომ თავს ვერ იკავებს, არ ჩერდება, მაგრამ ამ შემთხვევისთვის არის ყოველთვის მსაჯი, რომელიც
ასრულებს ბრძოლას. შენი მოწინააღმდეგე თუ შეგწოდებია? მოწინააღმდეგის მიმართ ბრძოლის მომენტში არ განიცდი შეწოდების გზნობას. უბრალოდ ყველა მოწინააღმდეგეს დამარცხებულს თანაუგზნობ, რადგანაც შენც ყოფილხარ დამარცხებული და განგიცდია ის გზნობა, რასაც ქვია დამარცხება და იცი ის რამდენად განიცდის, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის ამ ბრძოლაში გამარჯვება. ბრძოლის დროს შენი მოწინააღმდეგის მშობლებზე თუ გიფიქრია, დედაზე ან მამაზე, ხო იცით ეს მშობლების სენსიტიური გზნობები ამ შემთხვევაში, როდესაც იცი რომ ისიც არის ვიღაცის შვილი და ურტყავ, როგორ შეიძლება დაუშვათ ისიც ფიქრობდეს, რომ შენი მშობლებიც ძალიან ნერვიულობდნენ და ეს არის ძალიან მართლა სენსიტიური ამბავი და აი ამაზე თუ გიფიქრია, დედა ჩემი დღემდე ვერ უყურებს ჩემ ბრძოლებს, შედეგებს იგებს ხოლმე. შედეგებს იგებს ხოლმე, როდესაც გავიმარჯვებ. და ანუ ალბათ ყველა მშობელი ასეა და ბევრ მშობელს არ შეუძლია რომ უყუროს თავის შვილის ამ მოქმედებებს რა, იმ გამომდინარე იქიდან რომ ეს არც ისე მარტივი სპორტია და მშობლები სენსიტიურად აღიქვამენ ამ ყველაფერს. ჩვენთვის კი უბრალოდ თამაშია, არაფერი ისეთი რა, საქმეა. უბრალოდ საქმის ნაწილია. რამე ჩვევა თუ გაქვს ბრძოლის დაწყების წინ? ბრძოლის დაწყების წინ აუცილებლად ვოცულობ. შემდეგ ვემშვიდობები მეგობრებს, ისინი წარმატებას მისურვებენ და შევდივარ ოქტაგონში. შენი როგორც მებრძოლის ქარიზმა რა არის? ვფიქრობ, რომ მეტად მრავალფეროვანი მებრძოლი ვარ, მაქვს განსხვავებული ბრძოლის სტილი, როგორც დგომში, ასევე ჭიდაობაში. დარბაზშიც ამას ყველა ამჩნევს და ყველასთვის ვარ უხერხული მოწინააღმდეგე. ასევე არიან დარბაზში ესეთი ადამიანები, ვინც ჩემთვის არის უხერხული მოწინააღმდეგე და ყოველდღიურად, როდესაც ერთმანეთთან ვგავართ, ვართ სპარინგ პარტნიორები, ერთმანეთს უფრო მეტად ვუწყობთ ხელს განვითარებაში. როდესაც აი გადიხარ ხოლმე ოქტაგონზე, თავარი გრძნობა რა არის ხოლმე ნერვიულობა, შიში, რაღაც ეს პირიქით შინაგანი ბედნიერება, ხალხი როა დარბაზში, ეს ცოტა რაღაცა უხერხულობას გიქმნის ყურადღების ცენტრში რო ხარ თუ როგორია განწყობები ხოლმე ამ დროს? მქონდა ჩემს ცხოვრებაში მომენტი, ეტაპები, სადაც როდესაც გავდიოდი ოქტაგონზე, აი ძალიან ნერვიულობდი, აი ნერვიულობის გზნობის განცდის გადმოცემას არ შემიძლია ეს რა გზნობა იყო, მაგრამ ბოლო უკვე რამოდენიმე ბრძოლაა, დაახლოებით 3-4 წელია, რაც მე პროფესიონალურ ასპარეზზე გამოვდივარ და ბრძოლისთვის ვემზადები, ოქტაგონზე ფეხს შევდგა, მან თუნდაც მანამდე არანაირი გრძნობა აღარ მაქვს უკვე, ანუ ჩვეულებრივად მშვიდად შევდივარ ისე, როგორც დარბაზში. თავარია ვიყო ფორმაში, ვიყო ამისთვის მზად, ვარ ყოველთვის მოტივირებული, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად. ამ სპორტში ვიცი, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ფიზიკურ მომზადებას, არამედ მენტალურ სიძლიერეს, მომზაობას, გონებას რით ავარჯიშებ ფიზიკის იქით. თუ ეს აი გონება ვარჯიშდება ამ ყოველდღიური ვარჯიშებით, თუ რამე კიდე დამატებითი ხერხი არის, რითაც შენ უფრო ვცდილობ, რომ გონება იყოს აბსოლუტურად მობილიზებული ბრძოლისთვის. ვფიქრობ, რომ ჩემი მენტალიტეტი და გონება ალბათ ძლიერდება ყოველდღიური ამ ვარჯიშებით, სპარინგებით. არანაირ მედიტაციას და სხვა საშუალებებს მე არ ვიმართავ. თუმცა არიან მებრძოლები, ვინც მსგავს ხერხებს იყენებენ. კი ბატონო. ბრძოლის წინ რო არის ხოლმე შეხვედრები მებრძოლებს შორის ესე თვალებში ჩახედვის ამბები. რამდენად მნიშვნელოვანია ეს არის უბრალოდ კარგად გაყიდვადი შოუ მაყურებლისთვის თუ მნიშვნელოვანია მებრძოლისთვის რომ წინასწარ შეხვდეს მის მოწინააღმდეგეს და აი თვალებში შეიძლება რომ რაღაცა ენერგიების გაცვლა და იმის აღქმა თუ რამდენად საფრთხიანი არის მისი მოწინააღმდეგე. ორივე მხრივ მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან რომ ზოგიერთ ადამიანს, როდესაც აი თვალებში უყურებ დაჟინებული მზერით აქვს ხოლმე ფსიქოლოგიური მომენტი, ასე ვთქვათ, ცოტა ჩავარდნაც და ეს ძალიან დიდ გავლენას იქონიებს ხოლმე ბრძოლის მომენტში. რაღაც მომენტში ასევე არის გაყიდვადი. გატეხვა შეიძლება რომ ფსიქოლოგიურად გატყდეს მოწინააღმდეგე. მე ყოველთვის რაც არ უნდა აგრესიული იყოს, ჩემი მოწინააღმდეგე, მე ვარ ყოველთვის მშვიდად, არასოდეს არ ყვები ნერვებს. თუმცა თუ კარგი შოუ დადგი, კარგად იყიდება, ხო? საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ მე არ ვარ შოუს კაცი, ვერ ვდგამ ესეთ შოუებს. არ არის რა, რაც ჩემში არ არის, ვერ მსახიობობ, არ ვარ მსახიობი.
არ გამომდის. თუ ბუნებრივი არა ვარ. მომენტში რამდენად გაყიდვადი ხარ, ესე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით UFC-ში განსაკუთრებით. დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია, აუცილებლად, ანუ, როდესაც გადადიხარ უკვე UFC-ში, UFC ყველაზე მეტად აქცევს ყურადღებას, თუ რამდენად ხარ გაყიდვადი, რამდენად შეგიძლია შოუების დადგმა. გამომდინარე აქედან ბევრი მებრძოლი უბრალოდ თამაშობს ამ ყველაფერს. რეალურად ის, რასაც ტელეკრანებიდან ხედავთ, საერთოდაც არ არის. ამ სპორტში ვის ადგილზე არის სურვებდი ყოფნას? არ მიფიქრია ამ შეკითხვაზე, მართლა არ მიფიქრია. შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვინ არის? ვის გამოც შენ შეიძლება გაქვს ყველაზე დიდი мотиваცია არის? ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი არის ჩემი ოჯახი. რის გამოც მაქვს ამხელა мотиваცია, ამხელა მიზნები, ის ყველაფერი ის გამარჯვება, თითოეული წარმატება არის მათი დამსახურება და ასევე ეს ყველაფერი კეთდება მათთვის. ხელს გიწყობენ? აი მაგალითად მეუღლე გიწყობს. აი მაგალითად ჩემი მეუღლე მიწყობს ძალიან ხელს წონის კლების პროცესში, როდესაც გავდივარ საბრძოლო კემპს. ძალიან დიდი ყურადღება საჭირო, ასევე მხარდაჭერა საჭირო, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს, როდესაც მებრძოლები ვიკლებთ ძალიან ბევრს, რომ ვიასპარეზოთ ჩვენი კატეგორიაში. რას გულისხმობ, აი რამდენს იკლებ ხოლმე? ესე გიჟურ დიეტებზე გებით ხოლმე თუ რას მოიცავს ხოლმე, როგორ? ყველაფერი მიდის გეგმაზომიერად, ანუ არ შეიძლება რომ აი მაგალითად შეძლებ შენ დაიკლო 12 კილო ერთ კვირაში, მაგრამ ერთ კვირაში დაკლებული წონით ვერ გახვალ და ვერ მოიწონს და გადაყირავდებით. ენერგია გამოგეცლება პირველივე რაუნდში. ეს ყველაფერი მიდის გეგმაზომიერად. მე დაახლოებით ვიკლებ ესე 12 კილოს გეგმაზომიერად და ამ ყველაფერში სიმართლე გითხრათ, აი რას ვჭამ კონკრეტულად და რა არის ჩემი ყოველდღიური კვების რაციონი, მე თვითონაც არ ვიცი რა. ამ ყველაფერს მიორგანიზებს ჩემი მეუღლე. არ გააბრაზო, თორე გამოგიცხობს ისეთ ნამცხრებს და დაატრიალებს ისეთ გემბიელ სუნებს სახში, რომ დაიღუპები. არა, ძალიან ხელს მიწყობს. ვარჯიშზე დადის ხოლმე ჩემთან. კი ბატონო, ახლა ძალიან მიჭერს მხარს. კი ბატონო. ხომ არ შემოვა ორი სიტყვით რომ გავესაუბროთ. დიანა, გამარჯობა. 2 წუთით მოგაცდენთ, გაგვესაუბრეთ. თქვენი სახელი გვარი გაგვეცანი? ვარ დიანა პაქსაშვილი. კი ბატონო, მეუღლეო მიწყობსო ხელსო კვებაშიო და მოკლედ გაერკვა ამ ამბავშიო, რაციონის ამბავშიო და თუ გაგაბრაზა და გაუცხე გემრიელი ნამცხრები და დაღუპე. კიდევ ნამდვილად იყო. კიდევ ადგენ მის მენიუს, ზრუნავ პროდუქტებზე, შედეგ რაციონებზე, საათებით უნდა იყოს გაწერილი მისი კვება მთლიანობაში. რადგან მისი წონის ჩაბარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კლება წონის, ანუ მებრძოლების ზოგადად ეს მებრძოლები მარტო ვარჯიში არ არის, როგორ დაიკლებენ, როგორ ჩააბარებენ წელას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მიჩხუბებს ესწრები ხოლმე თუ შენც ვერ უყურებ? ყოველთვის ესწრები მიჩხუბებს და უბრალოდ მიჭერს ბოლო ჩხუბებს ვერ უყურებ. წამლები ხო არ გაქვს ხოლმე მომარაგებული? შეიძლება ნამდვილად ბოლოს ისე ნერვიულია. მიჩემია მე ვიყავ ჩხუბობდე და მე მხრებოდე ან რაღაცას ვაკეთებდე, ვიდრე როცა ვიცი რომ სახში ეს სამხელა მებრძოლი კაცი კონფლიქტური ხომ არ არის ან რაღაცა ისეთი რომ რაღაც მომენტში რომ შეგშინებია რომ ეხა ესა გავაბრაზო თორე ძალიან წყნარია გაწოლებული პიროვნებაა და რა ვიცი არასდროს საუკეთესო მეუღლე შენი არაჩვეულებრივი გოგონა პრინცესა ულამაზესი აჰა კამერები არ უყვარს როგორც ჩანს კი ბატონო მოდი ჩვენც გავიდეთ გარეთ იმიტომ რომ ოქტაგონზე უკვე სხვა მებრძოლებმა უნდა დაიკავონ ადგილი და შემოვიდნენ სავარჯიშოდ აღარ მოვაცდინოთ და გავაგზავნოთ ინტერვიუს შემდეგი ნაწილი იცი რა მინდა კითხო ეს ძალოსნური სპორტის წარმომადგენლები ყველაზე არამოძალადე ადამიანები ხართ? აი მე არ გამიგია დიდათ ეხა რომ ამ სპორტში მყოფი ადამიანი მაგალითად იყოს ესე რეალურ ცხოვრებაში ესეთ მოძალადე და იყურებოდეს კლავებზე და კუნთებზე. იშვიათი გამონაკლისის შემთხვევები არსებობს. ბუნებრივია. ვფიქრობ პროცენტულად უფრო მეტი ადამიანი, ვინც ძალისმიერ სპორტშია, ვინც არის თავდაჯერებული, ვისაც აქვს საკუთარი თავისი იმედი, არ არის მოძალადე ბუნებით და თავის თავს არ აკადრებს უბრალოდ ვინმეზე იძალადოს. რადგანაც მას არ სჭირდება თავისი ძალის წარმოჩენა.
წყობიდან რას გამოყავხარ და როგორია შენი ქცევა მაგ დროს? წყობიდან ადრე უფრო გამოვდიოდი სანამ გავხდებოდი სპორტსმენი ბავშვობის პერიოდში. უფრო მეტად ფეთქებადი ვიყავი, მე ნელ-ნელა დროთა განმავლობაში. ცხოვრებასთან ერთად ალბათ ბევრ რამეს სწავლობ და სწავლობ ასევე იძენ იმ უნარებს, რასაც თავშაკავება ქვია. და მეტად უფრო მშვიდი და მობილიზებული ხარ ნებისმიერი პრობლემის ან კონფლიქტის წინაშე და შესაბამის გადაჭრის გზებს ეძებ. ზარმაცი რაში ხარ? ზარმაცი საერთოდ არაფერში არ ვარ. არ არსებობს. არაფერი არ მეზარება. არაფერი არ მეზარება. რა ერთადერთი აი რაც ვიზარმაცე და რასაც უნანობ ეს არის რომ უცხოენ ანუ თავის დროზე არ ვისწავლე. და მისი გავლაც ახლა მიწევს და საკმაოდ რთულია რა, როდესაც უკვე ჩემს ასაკში ამისთვის არც დრო მაქვს. რამდენი წლის ხარ ამასობაში? 32 წლის. შენი სპორტისთვის როგორი ასაკია ისე? აი რაღაცა ეხლა უნდა ქნა თუ გასაკეთებელია ეგეთი ასაკია და მე გვიან იქნება თუ მაინც საუკეთესო წლები რომელია? ჩემი სპორტისთვის ვფიქრობ რომ ეხლა საუკეთესო ასაკია, მაგრამ დიდი დრო არ მაქვს, ამიტომაც არ მაქვს იმის ფუფინება რომ რაღაც პერიოდი ველოდო, რაღაც ბრძოლებს, რაღაც დრო ფუჭად გავფლანგო, მაქსიმალური შედეგი უნდა დავდო ამ პერიოდში და მაქსიმალურად უნდა ვეცადო რომ ვიყო ორიენტირებული შედეგზე და ეს შედეგი განვახორციელო. სპორტი და პოლიტიკა ხშირად არის ხოლმე განხილვის საგანი, როდესაც ადამიანთა ნაწილი აი სპორტსმენებისგან ელოდებიან რომ დააფიქსირებენ რაღაცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ხოლმე პოზიციას. ადამიანთა ნაწილი კი მიიჩნევს რომ აი მათ ასე ვთქვათ საყვარელმა სპორტსმენმა უმჯობესია რომ არ გააკეთოს რაიმე განცხადება ამასთან დაკავშირებით. შენ როგორ უყურებ ამ მოვლენებს და რამდენად მნიშვნელოვანია შენ როგორ ფიქრობ რომ აი სპორტსმენებმა დააფიქსირონ ხოლმე საკუთარი აზრი? პირადად მე პოლიტიკას შემეხო და ანგარიშვალდებული ვარ რომ ჩემი პასუხი მივაგებო. გარკვეულ რიგ საკითხებს, მაგრამ ვფიქრობ რომ ნებისმიერი ადამიანი, როდესაც გარკვეული საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერით სარგებლობს, მოვალეა და ასევე მოქალაქეობრივი ვალია, რომ თავისი კონკრეტული განცხადება გააკეთოს ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებით, როდესაც საზოგადოება მათგან რეაგირებას მოითხოვს. უეჭველი ქართველი რით ხარ? ქართველი ვარ ჩემი მენტალობით, ჩემი შეგნებით, ყოველი შეგრძნებით და ყოველი ნაბიჯით. რასაც ქვია ქართველობა. ეს ყველაფერი ალბათ გამოისახება და გამოიხატება იმაში, რომ საქართველო მიყვარს უზომოდ, ჩემი ხალხი, ჩემი ქალაქი. კარგია ამერიკაში ცხოვრება, მადლობერი ვარ ამერიკელების, ამერიკის. აქ ბევრი კარგი რამ მოგცა ამ ქვეყანამ, გვაძლევს დიდ შანსებს, გვაქვს დიდი პოტენციალი, მაგრამ ყველა თითოეული ჩვენთაგანისთვის, ქართველებისთვის, ვინც ვთქვით რომ პატრიოტები ვართ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ უახლოეს მომავალში დავბრუნდეთ საქართველოში. რომ არა პოლიტიკური სიტუაცია სიმართლე გითხრათ, მე ჩემი სამსახურით ძალიან მომწონდა და არც ვაპირებდი ამერიკაში წამოსვლას. სპორტის გაგრძელება საქართველოში შემეძლო, შესაძლებელია არ მქონოდა ამ ხელა პოტენციალი, ის ნაცნობობა არ მყოლოდა, რაც ახლა მაქვს აქ ამერიკაში. ერთ-ერთ საუკეთესო დარბაზში ვარჯიშობ, ასევე ყველაფერი არის კავშირები, გვაქვს ის კავშირები, რომ სხვადასხვა კარგ და დიდ ორგანიზაციებში გავიდეთ პირდაპირ კონტაქტზე, ჩავნიშნოთ ბრძოლები, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვფიქრობ, რომ საქართველოსდან არ წამოვიდოდი. იმდენად მიყვარდა ჩემი საქმე და ჩემი ქვეყანა. რომ არა MMA, რა საქმეში იქნებოდი წარმატებული? რამე პროფესიას ხომ არ შეიძენდი დიდი სიამოვნებით? ჩემთვის მნიშვნელოვანი პროფესია იყო ბავშვობიდან სამართალდამცავობა. მე ჩემს თავს ალბათ ისევ და ისევ სამხედრო სამსახურში ან პოლიციაში თუ ხედავდი. შენი ორი სუსტი წერტილი გაგვიმხილე, როგორც ადამიანის და როგორც მებრძოლის. არ არსებობს ხა რაც არ უნდა მებრძოლი და ჩემპიონი იყო ადამიანი, მაინც გვაქვს ადამიანური ხო იცი, როდესაც ადამიანი მენტალურად ხარ მებრძოლი, შენს თავთან არც გამოტყდები სუსტი წერტილიც რომ გქონდეს და ალბათ ყველას გვაქვს და ნუ რეალურია რომ ალბათ მაინც მაქვს და მექნება. უბრალოდ ჩემს თავსაც არ გამოუტყდები რა არის ჩემი სუსტი წერტილი. ისე ჯიუტი ადამიანი ხარ? საკმაოდ ჯიუტი ადამიანი ვარ და მიზანდასახული ვფიქრობ. ამ სპორტში გამარჯვებისთვის რამდენად აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რამდენად გაბრაზებული ხარ შენს მოწინააღმდეგეზე?
გაბრაზება პირიქით ხელს გიშლის გამარჯვებაში, რადგანაც როდესაც ადამიანი ბრაზდება, გონება ებინდება და შესაბამისად ბევრ თავის სკილებს, ილეთებს ვერ იყენებს. მაგრამ ეს დაპირისპირება რაც უფრო მწვავი არის, უფრო ძლიერს არ ხდის ეს მომენტი, რომ აი ამას ახლა სახეს გავუნგრევო, რომ იყო. არა, ფიქრობ რომ უბრალოდ იმ მომენტში კი არ უნდა გააბრაზდე, პირიქით უფრო უნდა მოგცეს ამ ყველაფერმა мотиваცია, რომ შვიდად იყო. მე ჩემი თავი ამ ყავს ხელში, შეიძლება მეც გაუბრაზდე, მაგრამ ვიცი რომ როდესაც მე უბრაზდები, შედეგი არ იქნება ჩემს სასიკეთოდ. ბრძოლა თუ გახსოვს, სადაც გაიმარჯვე და არ გაგიხარდა. ასეთი ბრძოლა არ მახსოვს, თუმცა იყო ესეთი მომენტიც, როდესაც მოწინააღმდეგეს დროზე ადრე მოუგე და საკმაოდ იოლად და ეს დიდად არ მომეწონა სიმართლე. მუღამი დაგეკარგა რომ შოუ პრომეტი ის გინდოდა. მე წინააღმდეგობას ველოდები. ემზადე და და გაუფრიანებასაც რო ვერ მოასწრებ, არც ის სასიამოვნოა. ოქტაგონის მიღმა მთავარი ბრძოლა ცხოვრებაში სად გაქვს? ისევ და ისევ ჩემს თავთან. გაუძლო, გადავლახო ის ცხოვრებისეული სირთულეები, რაც ჩვენ ყოველდღიურობაში გვხდება და ცხოვრება ხშირად არც თუ ისე მარტივია. ისე ცხოვრება სამართლიანია თუ არა? ფიქრობ რომ საბოლოო ჯამში სამართლიანია და ყველა მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს. ოქტაგონზე შიშს თუ აუტანი ხარ? არასოდეს. ოქტაგონზე შესვლამდე ადრე წარსულში მინერვიულია, ეს ნორმალურიც არის, ყველა მებრძოლს აქვს ეგ შეგრძნება, მაგრამ როდესაც უკვე ოქტაგონზე ფეხს უდგამდი, აბსოლუტურად ყველაფერი მავიწყდებოდა. აი გულისხმობ, აი კონკრეტულად მებრძოლის შიში რო გაქვს, რომ აუ ეხლა რა იქნება და არა ის რომ რაღაცა დაძაბული ხარ და ოი ყურადღების ცენტრში იქნები, ხალხია დარბაზში და ასე შემდეგ. აი წმინდად შიში რო გაქვს, ესეთი მომენტი არ ქონია. არ ქონია ესეთი მომენტი, ანუ ერთი ესეთი რაღაც განსხვავებული ხედვა მაქვს, არ ვიცი, ამას რა დავარქვა, როდესაც შევდივარ ოქტაგონზე და თუნდაც მოწინააღმდეგე ჩემზე ბევრად დიდი იყოს და წონითაც ჩემზე დიდი ყოფილიყო, წარსულში მხვდებოდა ხოლმე ასეთი მოწინააღმდეგეებიც, ყველა მგონია რომ როდესაც თვალში უყურებ და პირისპირ მდგავარ, ჩემზე ბევრად პატარაა. ამ სპორტში თუ გაწყენინა ვინმე? ან საქართველოში ან აქ, დაწყენი თუ ხარ ვინმეზე? არა, სპორტში არავისთან. ნუ საჯობასთან დაკავშირებით ხშირად ხდება ხოლმე ძალიან ისეთი უსამართლო გადაწყვეტილებები. აი მაგალითად, როდესაც პოლონეთში ერთ-ერთი ბრძოლა წავაგე, ჩემი მოწინააღმდეგე გამოვიდა როგორ? ტანზე იყო აბდულშაჰილივით გაქონილი რა, არ ვიცი რა ესვა ტანზე. და ვეუბნები საჭს რომ მიდი შეამოწმე ტანზე რა ხდება. რანაირად უნდა ვეჭიდავო, ხელი რანაირად ვახლო ამ კაცს. აი ცურავდა თევზივით, როგორც კი შევეხებოდი და დაუშვეს მაინც დაუშვეს, არანაირი შეღავათი არ გამიწიეს. ჩემ შემთხვევაში მე მამოწმე ყოველთვის და იმ მსგავს შემთხვევები არის ხოლმე. თუ ტირი ხოლმე, ან რაზე. აი მაგალითად თუ ხარ კაცი, რომელიც ფილმებზე ტირის. კი, ყოფილა შემთხვევა მიტირია ფილმებზე. მახსოვს კიდეც, რომელი ფილმი იყო ეს. ძალიან სენტიმენტალური ფილმია ჩემთვის და ყოველთვის ერთნაირად ემოციებს აღძრავს და განსაკუთრებით ალბათ ახლა ამ ასაკში, არც ისე დიდ ასაკში ვარ, მაგრამ მაინც როდესაც მე ემიგრაციაში ვარ, აი ფესვები. ფესვებზე მე მგონი ყველას გვიტირია. მინდა რომ ამ გადაცემაში ახალი წესი დავამკვიდრო. მოკითხვების სერია, მოიკითხე ერთი კონკრეტული ადამიანი სახელი გვარით, ვისაც ფიქრობ რომ ძალიან გაუხარდება შენი მოკითხვა ამ ეთერით. უჩა ჟღარკალას მოვიკითხავ ჩემს მწვრთნელს, რომელმაც ეხლა დაამარცხა ძიმე დაავადება და მომავალში ჯანმრთელობას, მხნეობას უსურვებ, კარგი კაცია და მინდა რომ დიდხანს ყავდეს და მაგრადებს. გულოცავთ გამოჯანმრთელებას. როგორ ფიქრობ MMA-ისთვის, რომელი ქვეყნის წარმომადგენლებს, რა ეროვნების ადამიანებს აქვთ ძლიერი გენეტიკა? გენეტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, ალბათ ამ სპორტისთვის. ქართველების გარდა, რომლები არიან ისეთი გამორჩეული წარმომადგენლები ამ სპორტში, რომელი ეროვნების? ვფიქრობ რომ ქართველები, კავკასიელები ასევე ძლიერი გენის წარმომადგენლები არიან იტალიელები. ყველა იმ ქვეყანაში, სადაც უფრო მეტად საქონლის ხორცს მიირთმევენ, შედარებით ძლიერი გენეტიკა აქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქონლის ხორცის მიღწევა იმისთვის, რომ სპორტსმენი იყოს იმ ფორმაში, რაც არის ჩემპიონობისთვის საჭირო.
ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქონლის ხორცში არის ის პროტეინები და ის მინერალები, რაც ორგანიზმს ჭირდება. სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვა რაღაცას ასხივებს ცხოვრებაში. ზოგი აი სინათლეს ასხივებს, პოზიტივს და ასე შემდეგ, ნეგატივს, სიბოროტეს და ასე შემდეგ. შენ რას ასხივებ, როგორ ფიქრობ? ფიქრობ, რომ ნეგატივს არც ერთ შემთხვევაში არ ვასხივებ, გამომდინარე იქიდან, რომ არ მოძრაობ უჟმური სახით, რაღაც უჟმური გამომეტყველებით. ვცდილობ, რომ ადამიანებს გავუღიმო, გავახალისო და ხშირად ხუმრობ ხოლმე. კი ბატონო. მთავარი მაინც ანუ პოზიტიური სხივი დიახ. შეიტანო ადამიანების ცხოვრებაში. ემიგრანტებს ხმის მიცემის უფლება რომ ჩამოგვართეს არჩევნებზე, ამაზე რა რეაქცია გქონდა, როდესაც ეს გაიგე პირველად? ძალიან გავბრაზდი. უშვერი სიტყვებითაც მოიხსენიე ჩვენი მთავრობის თითოეული წარმომადგენელი, de facto მთავრობის და ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა და სწორედაც რომ მათი დამსახურება ამ ხელა მიგრაცია, როდესაც ხდება ქვეყნიდან. ამდენი ადამიანი არის ემიგრანტად გასული სხვადასხვა ქვეყანაში. ახლა ალბათ ყველაზე მეტი ემიგრანტი იმყოფება ამერიკაში. რინგის მიღმა ცხოვრებაში ვინგერება. ფიზიკურ მორევას არ გულისხმობ, ბუნებრივია, მისი სიტყვა რომ ისეთი კანონია, რომ ეგრევე წაგებული რომ ხარ ნებისმიერ ვარიანტში. ალბათ დედა, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ და ძალიან მიყვარს. ძალიან ვაფასებ, ხშირად ვერ ვეუბნები მას ამ. კარგი რჩევების მომცემია ისე თუ მაინც დედის გადმოსახედიდან გიჩეს რომ კარგი შეგლოგა. შესაძლებელია კარგი რჩევებს ხშირად იძლეოდა, მაგრამ მაინც არის რაღაცები, რასაც ჩვენ ადამიანები, კაცები, მოდი ესე ვიტყვი კონკრეტულად კაცები ვერ ვიზამთ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ხედვა გვაქვს და კაცების ხედვა კიდე სხვა არის და განსხვავდება. დედას უნდა რომ ამ სპორტს თავი დაანებო? ყოფილა შემთხვევა უთქვამს რომ აი დაანებე თავი რადგინდა ამდენი დარტყმა. რა ძალა გადგია? მეც შეგეკითხები. ისევ და ისევ ჩემი ხასიათი და мотиваცია რომ ბევრად გავხდე უკეთესი და ასევე ის რომ ოჯახი ბევრად უფრო ძლიერი მყავდეს და უზრუნველყოფილი. ისე მაინც სახელი უფრო თუ ფული? ამ შენი თავად ბუნებრივია ხა რომ მითხრა რომ მარტო სახელი არ დაგიჯერებ, რომ მითხრა რომ მარტო ფული არ დაგიჯერებ, ორივე მნიშვნელოვანია, მაგრამ აი მაინც ეს мотиваციის მთავარი წერტილი ფულია თუ სახელი? ორივე. ისევ და ისევ ორივე. გამომდინარე იქიდან რომ ერთი მეორეს არც გამორიცხავს და შენს ოჯახს მხოლოდ შენი სახელი არასოდეს გმულებს დღის მდგომარეობით შეიძლება მეგობრები დაგეხმარონ, ადამიანები დაგეხმარონ, მაგრამ ყოველთვის დახმარების იმედად ვერ იქნები, ეს შენს თავმოყარეობასაც ცუდად დააწვევა და ასე ვთქვათ ორივე. აქ როგორ ქართველებს იცნობ, თუ გაქვს კონტაქტი ქართველებთან თუ მოიგობრობ, სადმე გაი გასართობა, საკეიფოდ თუ დადიხარ და ასე შემდეგ. შენი პატარა საქართველო აქ როგორია? აი ძალიან კარგ ქართველებს ვიცნობ, კარგ ადამიანებთან მაქვს ურთიერთობა. ფიქრობ რომ ჩემი მენტალიტეტის ხალხთან, ვინც ძირითადად ჩემი ხედვის არის და არც დრო მაქვს იმისთვის რომ ვინმე ცუდი გავიცნო და არც სურვილი შემდგომ ურთიერთობის გაგრძელების. ვინც გავიცანი და ვისთანაც ურთიერთობა გავაგრძელებ, ყველა ნამდვილად ღირსეული და კარგი ადამიანია. თუ არა და ესე ავტომატურად ისხლიტავ ხოლმე, იგნორი. უბრალოდ გამარჯობა გაგიმარჯოს დონეზე. შეიძლება ადამიანი გავიცნოთ და იმ ურთიერთობა იმის იქით აღარც წავიდეს. ადამიანში შენთვის აი წითელი ხაზი რა არის, რაც ყველაზე ძალიან გაღიზიანებს და აი ეგეთ ადამიანთან ვერ იმეგობრებ. არ მიყვარს ენატანი ადამიანები, მლიქვნელები და ასევე ისეთი ადამიანები, რომლებიც შენთან ერთ სიტყვიან, გონებაში მეორეს ფიქრობენ და მესამეს აკეთებენ. ამერიკა როგორი ქვეყანაა შენთვის და როგორ ფიქრობ, რა ყველაზე დიდი ტყუილი არის ამერიკის შესახებ გავრცელებული პროპაგანდის ფარგლებში, რასაც აჯერებენ ადამიანთა ნაწილს ამერიკის შესახებ? ბევრი რამ შეგვიძლია ვთქვათ. პროპაგანდა ძალიან ბევრ ცუდ რამეს აჯერებს ადამიანთა გარკვეულ ნაწილს
მაგრამ რაც ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე მეტად და ძალიან მომწონს, ეს არის მათი ოჯახური ღირებულებები რა. ამერიკელებისთვის პრიორიტეტი არის ოჯახი და შემდეგ არის სხვა დანარჩენი. ჩვენი ინტერვიუ დასასრულს უახლოვდება, რამეს ხომ არ დაამატებდი, რამე ესეთი ხომ არ არის, რაც უნდა მეკითხა და გამომრჩა შეიძლება არ კითხე. იმედია ძალიან ისეთი კითხვები არ მქონდა სულელური, იმიტომ რომ როგორც გითხარი ინტერვიუს დასაწყისში, სრულიად არაკომპეტენტური ვარ ამ ამბავში. ძალიან საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა, ვფიქრობ. უყურებ ხოლმე ისე ამ გადაცემას უეჭველი ქართულიას. ვუყურებ და ძალიან მომწონს თქვენი ფორმატი. ძალიან ბევრი მაყურებელი ყავთ, ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობთ და ვფიქრობ რომ წარმატებული პროექტია. მადლობა. რამე დაამატეთ თუ გინდათ, რამე გზავნილი და დავასრულოთ. მოვიკითხავთ ჩემს ქართველებს, ჩემს საამაყო პატრიოტ ქართველებს, ვინც ისევ და ისევ ვიტყვი, რომ უსამართლო პოლიტიკის მსხვერპლია და მათ ხნეობას, გამძლეობას უსურვებ და ჩვენ მათ გვერდით ვართ იმ ძალით, იმ გულშემატკივრობით და იმ ხარდაჭერით, რითაც შევძლებთ და შეგვიძლია. მადლობა იმისთვის, რომ დამითმეთ, რომ იყავი ჩემი გადაცემის სტუმარი და გესურვებ იმ წარმატების ბოლომდე მიყვანას, რაც გაქვს ჩაფიქრებული და ჩვენი ქვეყნის სახელის ბუნებრივია უფრო ფართო ასპარეზზე გატანას. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა, მე გემშვიდობებით ერთი კვირით, არ დაგავიწყეთ, რომ გამოყვეთ სოციალურ ქსელებში, მოგძებნეთ YouTube-ზე სახელით უეჭველი ქართველია, რათა თვალიადევნოთ სიახლეებს და ნახოთ გადაცემის სრული ვერსია. ასევე თუ ხართ ემიგრანტი და ფიქრობთ, რომ საინტერესო ისტორიები გაქვთ და გინდათ, რომ გაეცნოთ მაყურებელს, დამიკავშირდით და ერთად დავგეგმოთ თქვენი ამ გადაცემაში სტუმრობა. დროებით.